მინდა სრულიად საქართველოს ქართველებს საქართველოსა და ემიგრაციაში მოგმართოთ. დაწყებულია გლობალური ინტერფატა, წმინდა მოწამეობრივი რელიგიური ისლამური ომი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ, რომლის უკან დგას გლობალური მსოფლიო მმართველობა და საქართველოში არსებული უზურპირებული ხელისუფლება ქართული ოცნების სახელს უწყობს და მოქმედებს საგზაო რუკისა გლობალური მსოფლიო მმართველობისა, რათა საქართველოს მარქსისტული ისლამიზაცია მოხდეს. ჩვენ ინტერფატას, გლობალური ინტერფატას უნდა დაუპირისპიროთ, მათ რელიგიურ ომს უნდა დაუპირისპიროთ საქართველოს სულიერი მისია და შევაჩეროთ საქართველოს კარიბჭესთან ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ერის მარქსისტული ისლამიზაციისგან. როგორც ისტორიის განმავლობაში არაერთხელ, როდესაც რომის, ბიზანტიის იმპერიები დაცემული იყო, ხოლო ოსმალეთის, სპარსეთისა და მონღოლეთის იმპერიები, ისლამური იმპერიები ბობოქრობდნენ. ქართულმა სახელმწიფომ, ქართველმა ერმა აიღო მისია ცივილიზებული სამყაროს წინაშე, საქრისტიანოს წინაშე და დაიცვა საქრისტიანო და ცივილიზებული სამყარო ისლამიზაციისა. დღესაც საქართველოს და ქართველებს აწევს ეს სულიერი მისია. პირველ რიგში ჩვენ უნდა შევაჩეროთ საქართველოს კარიბჭესთან მარქსისტული რადიკალური ისლამიზაცია ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ერისა. შემდეგ კი ქართველმა ერმა შეასრულოს თავის სულიერი მისია, საქართველოს სულიერი მისია. მეტად მშვიდობიანი სამართლიანი ცივილიზებული სამყაროს მშენებლობაში. გაუმარჯოს თავისუფალ და ამოუკიდებელ ერთიან ქრისტიანულ უძლებელ საქართველოს. ღმერთი იყოს სრულიად საქართველოსა და ქართველი ერის მფარველი. ჩვენთან არის ღმერთი.